მოდი, უვიწვის ყველაფერი როგორც ხელა. მოდი. მოდი, აქეთ. ნუ აჯახუნებ კარს. ერთი კარგი ცივალი მაქვს. აი, აღიარე ქეთევან, აღიარე. რა მაგარი ფარდები აღარ შევინე. ხო, მაგრამ მე ესენი უფრო მომწონს, რომელიც ვიყიდე. ისე თამრი რა იაფად ვიყიდეთ არავს. მიდი ჩამეგოგრაბანი. ისე იმ გამყიდველს რა სახე ქონდა ესე იაფად რო გაძლევდა და იმ ფარდებს და მოიცადე ანანო შენ იმ ხალიჩების გამყიდველს რას გადაეკიდე რას ეტიკტიკებოდი გადავეკიდე და ვეტიკტიკებოდი კი არა თამარ ნოსტალგიის კოეფიციენტის დასადგენად ჩავდე და გავესაუბრე რა ნოსტალგიის კოეფიციენტი გოგო რა ნოსტალგიის კოეფიციენტი ჩვენი ორგანიზაცია UNGF ხა მოგეხსენებათ ამჯერად აწარმოებს რა კვლევას ესე იგი ვინც მიდიან საზღვარგარეთ მე იმათში სამშაბლოს მოენატრების კოეფიციენტი და ეს ნოსტალგია რამდენად არის აი ამის კვლევა მომისმინე მე შენი მხალიჩების კალზე გელაპარაკები გეკითხები მე მაცდი პასუხს მქეთევანს ხო და ამ ხალხო ხო მითხრა რომ მე ხალიჩები თურქეთიდან ჩავმაქვს ხო და ამ კიდე ბარებ ტესტი და კითხვარით შევავსებინე. ხო, ესე იგი ქეთევან ახლა ყოველთაშია საქმე. ესე იგი თურქეთი მაქვს ამ ხალიდან გამომდინარე, ნუ დიდი ბრიტანეთი ახლა რასაკვირველია სანდროს შევავსებინებ და იტალიაშიც იყო ჩემი მეგობარი, ეგეც მაქვს. ანუ ჩვენი კონტინენტის რაღაცა ქვეყნების ინფორმაცია უკვე მაქვს და ახლა მჭირდება ამერიკა და მან შენი იმედი მაქვს ქეთევან. ანუ მე მაქვს UNGF-ს უფრო სერიოზული საქმე მაქვს დღეს. ფარდები და შენ უნდა მომეხმარო. წამოდი. მაშინ თამარი აჩედი რა. მე თამარ შენ ხო არაფერს შენ გამოადგები რა ადამიანი. რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე. როგორ არ გამომადგები თამარ? ვახო უკრაინაში ხო არის ნამყოფი. ხო და დაურიგე და შევავსოთ კითხვარი. შენ ხარ ახლა გასაქცევი და გეჩქარება გაკეთებს. რა გასაქცევი გოგო უნდა მომეხმაროს და მარისთვის არის ამ სიმაღლე. აი რაში გამომადგა თამარი. თამარი ქეთევან ყოველთვის მართალია გასაქცევი ხო და მოდი მომეხმარე. მოდი თამარი. ეხა ესე იგი ეს ფოკუსი კეთდება ასე დავიმახსოვროთ ეს დაცო დაანებე ხატვას თავი და მკითხაობა დაიწყე ხო მოდი აქ დაჯიქე რა მოვიდე მოდი მაგარი ფოკუსი უნდა გაგიკეთო მე რა მოვიდე მოვიდე აი აქ დაჯიქე მოდი რა ფოკუსი რა მოდი რა იცი ფოკუსი მიდი აბა ნახოთ თუ არის მიდი აბა ხო ფოკუსი მაგრამ მიდი ამოიღეს კარტი არ მანახო ისე არ განახო ამოიღე დაიმახსოვრე დავიმახსოვრე ჩადი აქ კარგად დავიმახსოვრო ხო კარგად ჩადი აქ სად იყურები კაცო უყურე ჰა ეხლა ესე იგი ეს კარტი ჰა უნდა იყოს შობრისული ფუ ეს კარტი არ არის ის ხო ეგ არის და თუ მართლა ეს დავიმახსოვრე აიო გამომივიდე მოიც როგორ მოიც კიდე გაგიკეთებ ერთი წუთი არ მინდა არ მინდა დაიმახსოვრე ეს კარტი არ მინდა უკეთესი ფოკუსი გავაკეთოთ აბა მე დაში აჰა უკეთესი ფოკუსი ოღონდ ამითი არა აბა ეხლა მე დათო კარც კი არ დავიმახსოვრე აბა დაგიმახსოვრებ შენ შენ დაგიმახსოვრებ კარგად
მერე შენ შედი იმ ოთახში და გაქრი. ასე, პუ, გაქრი და არა, არ დამთავრებულა ფოკუსი და გაჩნდი ბათუმში. ხო. აი თუ გინდა რომ გამაგვირო და ფოკუსი გამოგივიდეს. აბა მიდი ეს გააკეთე თუ მაგარი. მასხარა. მასხარა არა. ისე მართლა კაცო მომისმინე. რატო არ მიდიხარ ამ ბათუმში? ხო იყიდა ის შენი მანქანა იმ გია რო არის ჩემი მეზობელი ცოლის და როცემს იმან. კი, იყიდა. მე? მაგრამ ფული ჯერ არ გადავუხტია. რატო? დოლარში მიხდის. ხო და ეს დოლარი იზრდება და ვაცდი რა ცოტა ხანი რა. ხოთშურის დღეს და მიდეკა საგამოს ამოგირბენინებ. აჰა, ცოლის დამ თუ მოუსწრო ამ ორ ბენინების რა გითხრა, მაგრამ სვენებით ამობღდება და კაი ნაპერტკი კი მოგიტანს იმპულსს. უი, მაგაზე გამახსენდა, მოდი ჯოკერი ვითამაშოთ რა. რაზე გაგახსენდა ეხა ჯოკერი? რაზე გამახსენდა და ჯოკერშიო დაგანგრიე და აი მაგიდის ქვეშ დოძრებოდი სვენებით. აი მაგაზე გამახსენდა. ჯერ ეს ერთი შენ ჩემთვის არასდროს ჯოკერი არ მოგიგია. როგორ არ მომიგია? და მეორე არაფერი სვენები ძალიან სხარტად გამომდიოდა გაძრობა. ვაიცა რა კაცო, მოდი რა ვითამაშოთ. კეთინა ძალიან კარგი ფარდებია, ძალიან მოხდა შენსაძინები. ვაიმე, შენ უნდა ნახო. ლაშიკო რომ მოვადა ფარდებს რომ დამაკიდებინებს, მე როგორ მოუხდება, აი კიდევ აქ შეხედე მეორეთებში მიდი ვჭამოთ. ცხელა ვაიმე თამრი გახსოვს იუზა რო ფარდებს დაგვაკიდებინებდა ხოლმე. იუზა რო ფარდებს დაკიდებდა ხოლმე. ფარდებს რო იუზა დაკიდებდა, ფარდებს იუზა. აი, იუზა რო ფარდებს იუზა. კიდე კარგი ამოვისუნთქე. ივანე მალე ბავშვების სკოლაში და მობილური დამჩენია სახლში. მოდი, ცხელა, მოდი. ო, თამა რა გახარ შენ? ო, რა იყო? აი, შეხედე, სად დამჩენია ეს ტელეფონი, შეხედე. იცი რა არის ქეთევან? ხო. ბავშვები რომ იმყავდა, ხო, სკოლაში. გზაში მკითხეს, ეს სიძეები როგორ ჩნდებიან? უხერხულად მიგრძენი კაცო ეს თავი, არ ვიცოდი რამე პასუხა და უთხარი ყუთებიდან თქო. აი, გეხვეწები არა იყო. ლაშა ისეთი კარგი ამბავი მაქვს შენთვის. ახალი ფარდები ვიყიდე. წამო უნდა გაჩვენო. წამოდი. რა გინდა ახალი ფარდები ხო ქონდა? ის ფარდები გუზანას უნდა გავგზავნოთ სამტრედიაში. თავისი დაურეცხავ და რო დაფინა, ძროხებმა დაუღეჭეს ისე. იცი როგორი ფარდებია, რაღაცა სასწაული თვალს რომ მოგჭრის, ხო? აი ესე რომ დავკიდებ, ხო? აი ესე ჩვენი კორპუსის ეზოში ვიღაც რომ გაივლის, ხო? და ვისიაო, ვისია ეს ფარდები, ვაიმე თვალი მომჭრაო, ვაიმე ღმერთო ჩანს. ხო, ჩანს. მართლა? ხო და წამოდი უნდა დამაკიდებინო შენ, წამოდი. არა, კეთდება, რა უნდა დაგაკიდებინო მე? კლინიკაში მივდივარ, მე ჩქარება პაციენტები მელოდებიან. ვაიმე, ლაში შენ უნდა დააკიდო, აბა თავისით ხوار დაიკიდება ის ფარდები. ვაიმე, ლაშა. თამარ, თავისით უფრო დიდი შანსი აქვს სხვათა შორის რო იცოდი მაგ ფარდებს რო დაეკიდო. თან სხვათა შორის შენსავე ინტერესებში ეგ წავედი მე ჩქარება ლაში, გეხვეწები, წამოდი რა, ეს ფარდები შენ უნდა ჩამოკიდო, წამოდი რა. ჩამოვკიდებ ქეთევან, რო დაუბერდები და საქმე რო აღარ მექნება, ჩამოვკიდებ, აბა რას ვიდა. უი, მართლა, ქეთევან, მომისმინე? ისმენ. დენის ქვითარი მოვიდა და ძალიან ბევრს წეს ეს შმაკი. მე ხარ აღა მოიწვი ადამიანი რა. კარგი, არა ხო, გეხვეწები, ჭამე გაიხარე, ცხელა ხო, აბანაკება სიცხია ჭამე გოგრაბანი. აიმე, გეფიცები, თამრი, მე გეტყვი, ამ შმაკის ხო, შმაკის ეძახის სარეცხ მანქანას. აიმე, ეს არ ჩამოკიდებს ამ ფარდებს, ის კიდე ამ სიმაღლე გავარდა, რაში ჭირდება ამ სიმაღლე რომ მე არ ვიცი რა თუ და. აჰა, ამას კიდე ეს ტელეფონი დარჩა. SMS-იც მოუვიდა. რაში მაინტერესებს? არა, კეთინო, ნუიტყვი ესე. მეუღლია, ქალი ხარ, უნდა ენდე და გადაამოწმე. გადავამოწმე. ჩემ ლაშიკოს გადამოწმება არაფერში არ ჭირდება, ნამდვილად ჩემი ლაშიკო არ იმსახურებს, მაგრამ იცი რა, მე მაინც წავიკითხავ, იქნებ რამე საქმიანი შეხვედრა და ამ საქმეს ვარ გავუფუჭებ. არაფერი მიყვამს მე. აბა, ხო. მოიცადი აბა ერთი წუთი. ნატალია ვარ. დღეს შენთან მოვალ კლინიკაში გენაცვალე. ხო, რაზე ვლაპარაკობდი ჩვენ რაო, რას ვამბობდი? გენაცვალეო. ეს ნატალია ვინ არის? აი, დამჩა ეს ტელეფონი. სულ შენი ბრალია თამარ რა. SMS-ი მოგივიდა. SMS-ი? კარგი წავედი მე. ვინ იყო? სხვაგან მოხვდნენ.
Baime Ketino, არ გიჩქაროთ, გავარკვიოთ, ჯერ ყველაფერი გავარკვიოთ Ketino. თამრი. და მიშვერე. ავჩქარობ, მაგრამ თუ არაფერი არ ხდება, რატო დაგვიმალავდა? ნუ ეხლა მოდი დალიე. მოდი არა ვარ დალიე. კარგი. არა უნდა დალიო, მიდი. არა მიდი დალიე. მიდი. არა მიდი დალიე. კაი Ketino, ნერვი შენ ხა ცუდად ბაცადე. რაიმე თავი წოდე მე ამას მესამეთ არ შევურიგდები. რაიმე. რას უწავი გოგო დავიღალე? რას უწავ? ეხოწები რა ძალიან რა მე და შენ ვითამაშოთ რა არ მინდა მეთქი ამ ჯოკერის თამაში თქო გეუნები მე შენ არა რა არ მინდა მარიკას კი ვეთამაშებოდი მაგრამ მარიკას იმისთან აგვარი აქვს ორი ჯოკერი ექნება თან მომისმინე არ მცალია ადამიანო გოგი მელოდება გოგი მივდივართ მე და გოგი პიკნიკზე ქალაქ გარეთ პიკნიკზე მიდიხარ ქალაქ დიახ მე და გოგი მივდივართ პიკნიკზე ქალაქ გარეთ მოიცა და მე რატო არ მოვდი აი მე ვერ ხვდები აბა მიხვდი რატო ვერ მოდიხარ რატო იმიტომ რომ მარტო მე და მარიკა დავყვადიჟა გოგი რთულია კაცო კარგი დედა კარგი ირაკლი დედამ სიამოვნებით წამოვალ პიკნიკზეო დაცო ატუზე მაგრამ არ მცალიაო არა ე ბიჭო რა შემჭამი ამ ჯოკერით გეუნები მელოდება გოგი კაცო ვერ ვი აი კარგი ხარ ხო გეშინია რომ არ დაგანგრიო ის ხო ამაზრი არა ისა როდის დაგინგრევი ვარ ერთი როდის დამინგრე აი როდის დაგინგრე და დაგიკეტა მარიკა რა რა არ გახსოვს ხო ჯოკერი რომ მოგივიდა და რო გაიხიშტე მაინც პასგარ დავიყავი მე მაშინ ხო და ჯოკერი მოგივიდა და როგორ გაიხიშტე მარიკა უთხარი რომ პასგარ დავიყავი მაშინ ხო პასგარდა იყავი მაგრამ მაინც ჯოკერი ყავდა და როგორ გაიყო აღევი ხა ხო შენც არა ყვები მაგრამ ჯოკერი ხო ყავდა პასგარ დავიყავი თუ გაიხიშტე პასგარ დავიყავი ხო ჯოკერი ყავდა და პასგარ დაიყავი და გაიხიშტე ირაკლი მითხარი ახლა შენ ქალაქგარეთ სად მივდივართ უი ბეღურა იცი რა არის დავიძრებით მანქანით ხო და სანამ გული მოგვითფენს რომ ის ოციანი არ დავლიოთ მანამდე ვივლით და როგორც კი გული აღარ მოგვითფენს იქ გავჩერდებით არ ამგონია შორს წასვლა მოგვიწიო შეიძლება იქვე დავლიოთ გოგის სადარბაზოსთან მარიკა არ დახვიდე შენ ისე ძალიან საინტერესო იქნება და სასაცილო თქვენი ყურება პიკნიკზე შენ და გოგის მე მოიფიქრე არა რა აი წარმოიდგინე ხა გოგი როცა დაამთავრებს პეპლების ჭერას ჩვენ ამასობაში გავუკეთებ გოგის ბუტერბროდს მე რა შენ გაგიკეთებ ერთი წუთი რა ნუ მასხრობ ეხლა და ნუ ინაზები რა შენ შემოგევლე რა ირაკლი მომისმინე ესე იგი პიკნიკი ძალიან კარგია ბუნებაში მაგრამ წვიმა რომ მოვიდეს მე შენი გვარი სემაკეს დაურეკე და ღურბლებს გაფანტავს მაგაზე ამ ხელაკაცი როგორ შევაწუყო კარგი იყო ბეღურა მომეწონა ორივე ხურობა კარგი იყო წვიმაზე ნუ დარდო ბეღურა თავარია პირველი სამი ჭიქა არის წვიმოს თორე მე კარგიცა კაცო არა მაინც როგორ მაინტერესებს ძალიან აი როგორ გაიხიშტე ჯოკერი ყავდა მაინც გაიხიშტე რა პასგარ დავიყავი მე მაშინ ხო გაიხიშტე მარიკა უთხარი რომ პასგარ დავიყავი მაშინ ისე მაინც როგორ გაიხიშტე ჯოკერი არა ეხა ფაქტია და მოკლედ ბატონო სავლე ისავლები არ დაგავიწყე და ხვალ პირველ საათზე გელოდებით კარგით დროებით აიღაც მეყოლე კარგად გძანდებოდეთ ქეჯის აშა შენ აღარ ხუმრობ ბიჭო აბა ოჩახ რა ოჩახ ამუშავდა კაბინეტი ოჩახ აი ესეთი სტომატოლოგი მინდოდა რა ხო ირაკლი მართლა რა ძალიან ბევრი პაციენტი მყავს ამდეს ერთად მარტო რანაირად უმკურნალო აღარ ვიცი რა მე გასწავლი ქალაქში როგორც გზებს აკეთებენ ისე რა ეგ როგორ და ჯერ ყველა დაბურღე მე ღამე წვიმაში დაუარე და ამოავსე მე დაგეხმარებოდი მაგრამ პიკნიკზე მივდივარ გოგი მელოდება ხო მოიცა პიკნიკზე ანუ ხო ლაჟა რა თქმა უნდა ანუ ხო ოციანი მოა გოგის აუ ირაკლი გადადეთ რა რატო გადავდო გადადეთ დღეს ამცალია ვერ წამოვალ მე და მე წამოვიდოდი და თან დღეს ისედაც გავერთობით ირა მაინც ისედაც რატო გავერთობით რატო ნახე წაიკითხე ეს ასე მოიჩადე რა აჰა წაიკითხე ნატალია ვარ
დღეს შენთან მოვალ კლინიკაში გენაცვალე. ანუ ირაკლი, რა თქმა უნდა, ეს SMS-ი წაიკითხეს ქეთევანმა და თამარმა. რას ლაპარაკობ? და გონიათ რომ მე და ნატალია ხო ხდები რა? ვარ, მართლა რა მაგრა გავერთობოდი. რა მაგარი იქნება, ეგ მანახა წალითვალით, ისინი რო აქ, მაგრამ შენ ხوار გონია რომ მოგივარდებიან. მოგივარდებიან ახლა და ყველს დაიწყებენ რომ გარაგებინო რომ მოვედითო და შენ მოასწრო გაქცევა. აბა? არა, შენი ღმულები მოვლენ. შენი ღმულები რო ვერ იცნო და უცებ ჰოპ და გამოგიჭირო. ნაუ ბიჭო, რა დროს მივდივარ, მაგრამ რა ვქნა ვერ უღალატებ გოგის. სადარბაზოსთან დგას უკვე 20-იანით, მირეკავს ყოველ წუთში ლაშა რა. შენი ღმულები მოვლენ რო ვერ ვიცნო და სხვა მეგონოს? ხო. კარგი ქეთევანა, რა მოიგონეს ირაკლის ფორმა რა. მიიგი. ლეკიტი. მასხარა. ამ კლინიკის ფომბელი კაცი მდგომარია, მოაგიტყდა ბიჭო. სანდრო, გეგი. ეს გოგო ვინ არის? თეონა სადაა? ეს სოფოა. თეო გავიდა რაღაც საქმეზე და სოფო დატოვა შემცველად ცოტა ხანი, მაგრამ არ არის პრობლემა. მე დაველაპარაკე სოფოს თხოვე რომ მოგვეხმაროს რეპეტიციაში, რომ შენ თეოს უთხრა რომ მოგწონს. სოფოსთან გავივლით რეპეტიციას, მიხვდი? აუ, სანდრო, ვერ ვეუბნები რა. გუშინ არიყალაზეც ვიყავი, ასული ჩემ თბილისის ქალაქს მოვეფერე. თხოვე რომ ძალა მომეცი მეთქი. მაგრამ რა ვიცი ვერა რა მაინც. გეგი, რას ვერ ეუბნები, გამაგებინე, რას ვერ ეუბნები. ხო მოგწონს გოგო. ხედავ რომ გოგო შენს მიმართ გრილი არ არის. ხო? ხო და რას ვერ ეუბნები რა? სხვა გიყვარს? რა სხვა მიყვარს სანდრო? თეონა ჩემთვის ერთადერთია. უბრალოდ ხო იცი რა სიყვარულსა მალვა უნდაო. ეგრე ფულს დათვლა უყვარს. ხანისია, ხანასია. შენ აქამდეც უნდა გეთქვა ეგ ყველაფერი. კაცია და გუნება. კაცია და გუნება და რა? აი, ხედავ, წინადადებას ვერ ამთავრებ. შენ იმას რა უნდა უთხრა? მოდი რა SMS-ად მიწერე რა. აი, SMS-ი როგორ ვაკადრო? წყალიყინული და ანანასის წვენი ხო კარგად აკადრე. ახთე? ჰა? მირეკავს. ხო, მეგიბებია. დი ბარშიო. სანდროც აქ არის. მოგიკითხა. რა გადავსე სანდროს? ბიჭო. რა გადმოვცა, მიდი. ბიჭო და მართლა ბიჭო რა. მომისმინე. ბოლო შანს გაძლევ რა. ან ეტყვი დღეს, ან ხვალ. მაშინ ხვალ ვეტყვი. არა. ირაკლი, რამდენს გეძებ, იცი და მე ხმა გავიგონე, რა ქეთივე, მასწავლე და მოგაგენი. გამარჯობა. და რა ხდება იტყვი კაცო? ის აქ არის. ამბობს ქარი საგულედან. ირაკლი, კარგი, ხო ხვდები ახლა ვიზეც გეუბნები, ცუდად არის ადამიანი და შენთან მოიყვანეს კლინიკაში. უიმე, ის შენი გვარის სიამაყე, ცუდად არის და ჩემთან კლინიკაში ახლავე ჩავალ და ვეტყვი რომ ჩემ კაბინეტში დააწვი. კარგი. კარგი ხო შენც კიდე რა ჩემ მოიყვანეს ის აქ გავიგე ირაკლი მოგეხმარებოდი მაგრამ ის გავიგე რომ ის მოიყვანეს მოგეხმარებოდი მაგრამ მე ესენი მყავს მისახე ხო მიხელე მე ირაკლი ვიზი აქ ხარ გამარჯობა გამარჯობა როგორ გზამდები მადლობ შე როგორ მადლობ კარგად ნახეთ რა ხდება კლინიკაში ირაკლი ჩემი ბავშვის ნათლია მოიყვანეს გამატარა ერთი ბოდიში ვეღურა რა შენი ბავშვის ნათლია მოიყვანეს რა შენი ბავშვის ნათლია მოიყვანეს შვილი რომ ეყოლება უეჭველი მაგას რომ მომონათლია ისე ირაკლი ვიზია მე ჩემი თავი მეგონა დაცვადა. ეს ვინ მოყვნენ რა ხალხია? ან რა იარაღები ქონდათ? ის ჩემი ჯოხი შემწყდა და დაუმალე. რა შენი ზიჯი? გამასხარავებული ხარ რა მაგდე. ეს მითხარე კაცო, დააწვინეთ პალატაში თუ ობსერვაციაში ყავთ კიდე ის კაცი. არა, გადავიყვანეთ პალატაში, ისე თავიდან ძალიან ვინერვიულდი რა. რომ დავინახეთ დაძაბული ვიყავი, მაგრამ მე ქალბატონო ნონამ რომ დაუყვირა ესე, თავი გააჩერეო, ცოტა მომეშვა. დაუყვირა ნონამ? კი. ოჩახ ნონორე რა. ნევროლოგმა ნახა? შეაფასა მდგომარეობა რა უთხრა? შეაფასა და ასე უთხრა, ჩემმა შვილმა ეხა დაამთავრა და რამე სამსახურიო იქნება. ვერ არის ეგ ჩვენი ნევროლოგი რა.
მართლა ვერ არის რა. გიხოცები, ცუდად არის ადამიანი ნერვიულობდა, შენ თვითონ ნახე რა. მოკლედ. წავედი, უნდა მივხედო ხა იმას ლაშა და მე გნახავ რა. კი, მოიჭედე ირაკლი. ეს რო ნახავ იმას ამოიყვანე ჩემთანაც კაბინეტში მოიყვანე. სეჩიტე კაბინეტში მივხვდე, სეჩიტე კაბინეტში მივხვდე. შენ ხა მოგივიდა სტომატოლოგთან რა უნდა ბიჭო? დააფიქრდი ახლა რას გეუბნები ირაკლი. ნახე, შეხედე რომ მოიყვანა, ხო მეყოლება, მე აქ აბრას გავაკეთებ გარეთ. აქ იყო და კბილს იბჟენ და დიდი გამო ერთი ნუ ხარ გამასხარავებული და აბრას გააკეთებ და იმას გააკეთებ რა. უნდა წავიდე მე ხა უნდა გავიქცე მივხედო იმ კაცკაცთან. მომისმინე. ახალგაზრდა რო ვიყავი. 100 მეტრს გავრბოდი 15 წამში. კარგია. აბა ეხლა ნახოთ. სე არ არის. არა, კარგი. მობრძანეთ თქვენ. ისა რაღაც გამოთქმა ხო არის მაგაზე არა? ამთავრდა ეხლა ავდგებით და გაივლი რეპეტიციას სოფოსთან. ვითომ თეო, წამო? ეს არის სოფო, ვითომ თეო. თეო, ეს არის გეგი, ნამდვილად გეგი. ასაგებია? აბა, მიდი ეხლა და აუხსენი სიყვარული. თეოს. სად არის თეო? ნახშირი. ეს რო ნერვიულობს ქართულად მღერის ხოლმე. გეგი, მოდი ჩემთან. მოდი. ვითომ თეოა, ვითომ თეოა. ხვდები? ანუ სოფოა, ოღონდ ვითომ თეოა. მიდი ეხლა და აუხსენი რეპეტიციას გავდივართ. მიდი. თეონა. შენი თვალები ჩემთვის მარადიულობაა. ხიმილიც. მე გავიზარდე ისე სამყაროში, სადაც შენელი გოგოს ქალღმერთს უწოდებენ. ვაჟა ამბობდა, ყვავილი ყვავილთან ყვავისო. შენ ხარ ჩემი ყვავილი და მინდა რომ ერთად დავყავდეთ. მე შენ მიყვარხარ. როგორია? ჰა? დამაჯერებელი იყო? კი, ნამდვილად დამაჯერებელი იყო. კაი, გიგი, მოდი რა, მოდი. კიდევ ერთხელ ვცადოთ, მე მგონი უფრო მეტად ისია საჭირო. მიდი აბა, მიდი. თეონა. შენი თვალები მარადიულობაა. ხიმილიც. მე გავიზარდე ისეთ გიგი, მომისმინე. იცი რა არის, ბოლო ნაწილი რა, უფრო ისეთი უნდა იყოს, გულიდან ამოსული. ხვდები? აი ახლა მიდი ბოლოდან დაიწყე შეტრიალდი და გულით უთხარი. მიდი აბა. აი, თეონა, მე შენ შლის წვენი მომიტანე რა თუ შეიძლება. გეგი. ვაჟა ხო გესმის შენ? ვაჟას ბოლომდე ვინ ჩაწვდება? ანუ როგორც გესმის. მომისმინე, ალუდა ქეთელაური, კაცია დავლათიანი. საფიხნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი და შენ რა გემართება? აუ თეონა, შენ გაიხარე რა, მომეშვა ეხა დავდგები და პირდაპირ გეტყვი სათქმელს რა. ბევრქის ძმააჭრა მარჯვენა. სადა ფრანგული ხიანი. სუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მუდამ. ვიკეტებით ჩვენ. სანდრო, ვიკეტებით. ვიკეტებითო? ხო და მიდი ეხლა ინერვიულე, მიდი. ინერვიულე ეხლა რამადლიანა თანახებს. მიდი. რა ვქნა? ესე იგი 50 40 20 არა 20 40 50 აჰა ესე იგი ეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ღია შემოდი 1 2 3 4 5 6 გეგი ნერვიულობდა და მე ამეკვიატა დათო როგორ ახარ დათო კარგი რა სანდრო რა ამედია რა ძვლის ხო და დათვი რა ეხა რა ხა ისე თავიდან უნდა დავითვალო რა 1 2 3 4 5 რა არის რა ეს მანქანა გაყიდე? ხო მიდი ჰა მართლა რა ხურდები ეს რა მართლა მანქანა გაყიდე წავალ ახლა ღორი გავტეხე რა ღორი გატეხე აბა გოჩი ჩაიტეო და ამდენი ხურდა კაცო ყველა აჰა ო მე რა გინდა რა მინდა და დამეხმარე ერთი რა მოგეხმარო მოგეხმარო თუ დაგეხმარო რა საკეთებ სამ
აი რას იმაშვები, წუწუნებ რა გჭირს, დაგეხმარები, ხო იცი, მე თulis ოსტატი ვარ, ვიღაცა ის ხო. ვიცი, ხო. შენ რაკენ იცი, ერთნაირები გადარჩი, მე დავითვლი. მიდი, ყველაფერს გავაკეთე. მიდი. შეხედე, ისე დათო ეხლა. არ გიფიქრი, ეგ რო ეხლა, მილიონი იყოს, აი მე რა მაინტერესებს, შეხედე, სულ ფიქრობდი ამაზე რა. იცოდი შენ 20 თეთრიანს წიგნიდან მამალი ირემი რო ახატია? ხო. რა მერე? ფულს ხო საერთოდ გამოჩენილ დამსახურებულ ადამიანებს ახატავენ, ხო? ხო და ეხლა ამ ირემმა რა ქნა ეხლა ისეთი აქ უნდა ახატოს. სანდრო, როგორ არის კაცებს? ნუ არ ვიცი რა. საირმე, სანდრო. ამანა? აბა. ეხო მამალი ირემია და ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ეს 1 რა 1 რა გწირს 14-ს ვალაგებ რომ უფრო გაგვიადვილდეს რა მე რა ხიდი სანდრო 10 დაალაგე და მე იმ 10-დან 1 ამ 9-ს შემოაღუნე ესეც შენი ნატალია. კეთინო, რაღაცა ვერ ვცნობდა. ლაშას ყოფილებიდან არის? ასეთი ნათელი წარსული არ ქონია ლაშას. დამალავდა, სადამალავდა რა ჯიბეს ჩაისვამდა? შენ არ იცნობ ჩემ ლაშიკოსო. კაი, კეთინო დაწმადი ნერვიულობ. ნუ გაიძახოდი შმაგი, აი ლაშა. თქვენ მობრძანდით? შეხედე ვეღარც მცნობს. ეს ნატალია ბოლოსთვის მოიტოვა. თამრი, რაღაც აქედან ვერ ვხედავ. ადგილი გამიცვალე. ახლა თქვენი რიგია? ჩემი რიგია. კბილი გტკივათ ხო ალბათ? დიახ. და როდის დაიწყო ეს თქვენი კბილის ტკივილი? ორი წლის წინ. ბეწვზე მოუსწარი. აი მე. და თქვენ გეგონათ რომ ვერ გავიგებდი? რას ვერ გაიგებდით? აი ასე ხმამაღლა რომ თქვით გეგონა ვერ გავიგებდი? იცით მე შემიძლია დაგითმოთ. არა, აი ეს მე შემიძლია რომ დაგითმოთ. ნამდვილად. კი ბატონო, მაშინ თქვენ დამითმეთ. სამწუხაროდ არ შემიძლია. და თქვენ აქ საიდან როგორ აბა? მეგობარმა მირჩია. მეგობარი ყავს სანახავი. აი ეს სულ ეს იყო არაფერი სანერვიულო არ იყო ნამდვილად კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო ნატალია. ნახვამდის ლაშა გენეცოლი. ნახვამდის ქალბატონო ნატალია კიდევ ერთი. ლიკა შენ მოდი ხო? დიახ. შეიძლება მოვალ ახლავე. კეთევან და თამარ დღეს თქვენ ვერ გაგსინჯავ და სახლში რომ მოვალ იქ გნახავთ. კარგი. აი ჩემი ლაშიკო, არა შენი შმაგი. კარგი ხო გიყოფა. ასა მომიწვანია რა ვიცი მე. ამას გასაგები პრინცესობა. აქ ხართ? თაცო რას აკეთებ? ორი გატეხა ია. მანქანა გავყიდე. ო, და გიამ რაღაცა ნაწილი ხურდებში მომცა და იმას ვიტყვი რა. ეგრევე დაიჯერა. აი მე 2 საათია ვიტყვი.
კი, არა, სწრაფადაც დავითვლი, მაგრამ ვითვლი სწრაფად. მაგრამ მე აი სანდრო მოვიდა და დამეხმარა და გასაგები. შენ პიკნიკზე არ მოყოფილიყავი? ეგრე შენ ბათუმში უნდა იყო, მაგრამ ხარ? ზიხარაკ და მიყურებს ღარბივი. ვერ წავედი, ის მოიყვანეს ჩემთან კლინიკაში. ვერ წახვედი? ვერა. ვინის? ის მარიკას გვარის სიამაყე. და ვერ წახვედი მოგით. ვერ წავედი. ვაი, მე რა კარგი. მოდი ჯოკერი ვითამაშოთ, ჰა? აი მე 4 კაცი გვაკლია და აუ ისე ირა, მაგ გვარის სიამაყეს რამდენი ხურდა ექნება, ჰა? ჯოკერი ხო? მესამე კაციც გვაკლია. ახალი ეს დები რა სხვანაირები ხარ და კლინიკაში სხვანაირად გამოიყურებოდით. კიდევა, მაჭა მერა. ხო ზაზა, მერე? თამარ, ეს ბლუთუსით ელაპარაკება ზაზას? მოკლედ, მე ყველაფერად დავკიდე და სად არის ჩემი შეპირებული ხაჭაპური? ვაიმე ზაზა, ხაჭაპურს წუცი-წუცზე მოიტანენ ცხელ-ცხელს უგემრიელეს. გამარჯობა. ვა, გამარჯობა ლაშა. ლაშიკო, ეს ჩემი ზაზა რა მოგივიდა ზაზა. ვერიცანი? ზაზა. ამას კიდე არ ახსოვს რაღაცები. არა, როგორ არ ახსოვს, მაგრამ არჯერა აქ რომ გხედავს, ხო? კეთება. ზაზა ჩხეიძეებთან სტუმრად. ჩხეიძეებთან? სიმაღლით იუმორი რა. ზაზა, ეს ბალეში არ გინდოდა. ფარდებს ვუკიდებდი, მუხლების ქვეშ ხონდა ამოდებული, მუხლები ამტკენოდა. აი სიმაღლით იუმორი. ვაიმე ზაზა, მოდი დაჭექი მაპატი ისე გამუშავე დაგხალე უკაცრავად. აი მე ცივი ნამცხვარი უგემრიელი. მიდი ცივი ნამცხვარი. ხატრიალდით ეხლა რაღაცა კაცო. ზაზა, აქ როგორ საიდან როგორ მარგელოდი ეხლა მართლა რო გიქრა რა. ამერიკაში ისე წასულიყავი რომ ქეთევანი არ მენახა, ხო იცი რა დღეს ჩამაგდება. ისე თამარ ეხლა. რა და კაცო, ეს ამ ხელა კაცი რო შეაწუხებთ ამ ფარდების დაკიდებაზე. გეთქვა და შემომხდარიყვნენ კისერზე ერთმანეთს შმაგი, ნიკა და ვახო და იქნებოდნენ ამსიმანი. აი მე ზაზა ესეც სიზე ჯერ კი არ მყოლია. აი მე ზაზა გიხვეწები გააგრძელე რას გიყვებოდი ისე მომენატრა შენთან საუბარი. ხო, სად ვიყავი? სადა გადამეკეტაო და მივარდი მიროტიჩსო. ხო, მე გაგვაშველეს. აბა რა ძიზავენ. იყავი ზაზა მე გავარ. ლაშა, ამოდი რა გიხვეწები რა ჯოკერს თამაშობ და ერთი კაცი გვაკლია. მე არ მინდა და შემოდი იქნებ ვინმე სულობს. თამართა ქეთევანი არ მინდა, მე ჭიჭყლები არიან ეგრე. იქაც სხვას უნდოდეს, მოდი. აი რა კაცო, ვის ხოს უნდა უნდოდეს? კაცო, შენ მოდი იქნებ უნდოდეს სხვას თქო. აი ვის უნდა უნდოდეს ხა? აი. ზაზა, აი ეს არის დათო. მარიკას ბიძაშვილი. მხატვარი. ხო. სასიამოვნოა. ჩემთვისაც სასიამოვნოა დიახ. ისე დიდი სიამოვნებით მოვიდოდი შენს გამოფენაზე. ჩემთვისაც სასიამოვნოა, მომბრძანდით თუ არ შეგეშინდებათ. დამბრძანდით. აბა? რა ხდება ამერიკაში? არც არაფერი. სახლი, კალათბურთი სახლი. აი მე ზაზა, ეხა რა მაინტერესებს იცი? აი ისე მიყვირს შენი როგორ ძლებ ამერიკაში რომ მიდიხარ ხოლმე. მე აი 2 დღით თუ წავედი სამტრედეში კი ვერ ვძებ, ისე მენატრება ხოლმე თბილისი, ისე მენატრება. ყოჩახში. მეც მენატრება. აბარა, ხო. ზაზა, იყავი ეხლაც მე გავაკეთე. იუმორია ჩემს სიძეს. დათო არ ჩამოსულა? შეიძლება ბათუმი და? მირა. რა მაგარი კაცი ზაზა, როგორ ხარ? კარგად. აუ, ზაზა, რა მინდა კითხო, იცი? არა, მე ვიცი, რომ კალათბურთელებს სიმაღლეს არ ეკითხებიან. აი, სამდენი ხარ. ეს სანდრო, ხო? ხო, სანდროა, იურისტი. 2 და 11 სანდრო. 2 და 11? მეტია რა.
2 მეტრი და 11 სანდრო. ეგ სხვა ამბავი. ისე ზაზა, აი, იმდენი ხანი ამერიკაში ხარ წასული, რომ უკვე დოლარმა გაგასწრო სიმაღლეში. 2 და 11. სამაშველოს იმას ხო ვერ მიმახსოვრებდი ნომერს. ხო და ხო, ეხა უკვე შემიძლია დავიმახსოვრო ოღონდ პირიქით, ნახე? 112. აი. ეს ისეთი კაი ბიჭი ხავს. აი, მეკინე ჭრიანი. ირაკლი იქნება მე გავაგებ. სადა ხარ კაცო, რამდენი ხანი მოიცა კაცო ერთი წუთი, რა რამდენი ხანი უნდა მე? კაცი ხო გვაქვს და ჯოკერში. ვინ კაცი გქონდა? ხო და ვიპოვე ირა. რა ვინ იპოვე? შემოდი კანახო. ვინ უნდა მანა? შემოდი კანახო რა არის? რა? აბა მოდი. მოდი და ვა! ზაზა, რა მაგარი კაცი, როგორ ხარ ზაზა? მაგრამ ირაკლი შეგო ხარ, როგორ გავხტახარ, რა დიეტაზე ხარ? რა ვიცი რა, ფორმაში ვარ ზაზა რა. წამეყვალე რა გამთამაშებლად რა. ეს სიტყვა ჩავაგდებო, რანშენ შენზეა. კი, მომისმინე. ჩემი ღვინო მიიღე, რო გამოგიგზავნე. კი, მივიღე 18 ლიტრა გოგის ღვინო, მივიღე. ხო იცი არ ვსვამ. სანდერსმა დალია ყველა. აჰა. 18 ლიტრა, ეს სიმბოლურია ხალხო, 18 ლიტრა გავაგზავნე სიმბოლურად, თორე კი არ დამენანა, კაცო. 18 მოხსნა სხვის ფარზე, თან NBA-ში, სახუმარო საქმეა, ყოჩახ ზაზა, მაგარი ხარ. ჩემ დას ერთიც ვერ მოუხსნია, ვერც დავის და ვერც ხვის ფარზე. თეთრი ნახა მოვე რა არის რა. რაღაცა სიმართლე გადაჭემდება. რა არის დაჭიქს ესა, დაჭიქს. ზაზა, ყურში რაღაც მინდა გითხრა. ხო, მითხრა. ჩამოდი. ისე დროა. არ არის დრო. კარგი ზაზა, კარგი, შეგიძლია რა კარგი. ხო, მოვე დაგაკიდებინე მაგფარდებს. რა ვქნა, მაგოთ იცოდი ამერიკა შენზე. ვაიმე, რა მაგარია. რაღაც მინდა კეთევანი გამარჯო. ოი, დამიჭირე შენი საქმე. გამარჯობათ. თქვენ არ მიცნობთ ზაზა. ანა ხო? ოი, გცნობი ვარ. და ნუ UNGF-იც რა თქმა უნდა იცით, ხო და მე ვარ UNGF-ის აქაური წარმომადგენელი და თქვენთან ზაზა სულ რამდენიმე კითხვა მექნება. ვაიმე. აი, მე ზაზა ბოლო 6 პუნქტი დამრჩენია მანქანაში. ეხლა უცებ ჩავირბენ და ამოვიდათ აი 2 წუთის საქმეა და ეგაა დამთავრებულია. აქ ვიქნები 2 წუთში ზუსტად. რატო წამორა გეხოცები ჯოკერი ვითამაშო? წამორა. გოზილის ფიში. აგურია გოზილი. ოღონ როგორ ვთქვით ხო? უნდა ჩავარდეს უეჭველი. რა თქმა უნდა. ეს ხელი სხვა რამეზე გვეთამაშა რა, როგორ იცით ხოლმე რა. ამას უყურე ზაზა რა. ხო გეუბნებოდი რა. აგებს ბიჭი ახლა და ეს ეშინია რა. არ უნდა ჩაბარება, მიდი კაცო არ უნდა მაგას. ზაზა, ის რთულია ხო NBA-ში თამაში? რთულია ხო, დიდი კონკურენცია. შენ NBA-ზე იფიქრე და მე გავედი პრემიაზე. პრემიაზე არა, იმაზე გახვედი. მე მინდა 6. სანდრო შენ? პასი. ზაზა, 3 უნდა შევსებას. 3? ხო. 3-იანები ჩემი სტილი არაა, მაგრამ იყოს 3. მოიცა კაცო. პასგარდა. პასგარდა. მიდი. რა 3 რა. კარტებში მიყურებს. მე რა შენს დააფარე. მასხარა ხარა, მასხარა. ო, მასხარა ვარ და ორივე ჯოკერი მე მყავს. ორივე ჯოკერი შენ ყავს? დიახ. აღარ მინდა მე თამაში, არ გავძვენდი ამ მაგიდის ქვეშ. აგი რა დათო, წინა ხელი რო წავაგებ, ამ ხელა კაცი გავძვერი და. თქვი ახლა 1 2. 1 ხო? აი, ხლა ვნახოთ ვინ გაიხიშა.